გემი გავიდა საიდან? სინგაპურიდან. ბრმანაწლავის ხატკიებამ მოგახვედრა ამერიკაში. გეგმა არის, რომ გეგმა არ მქონდეს. გაჭირვებისგან თუ გიშიმშილია. გადამფრენი ჩიტივით ვარ აქ ჩამოსული და შესაბამისად არც არაფერს არ ვეშინე. მახსენდება ცუდი ისტორიული გმირი ფილიპე მახარაძე. გვიჟდები რა, ანუ როგორი ქვეყანა გვაქვს, საოცარი ქვეყანა გვაქვს და ვიღაც წურბელები, შესეულები სივდებიან. სილახვარ გაუწმია. ფანტასტიკური ჟანრია და ფანტასტიკა კიდე ძალიან მეყვარს. ზედმეტად კეთილ და ნათელფერებში ხომ არ უყურებ როგორ ფიქრობ სამყაროს. ესე პირდაპირ ვიტყვი ამ ფრაზას, თუ შეიძლება. ქალებს და მამაკაცებს ერთმანეთის რა უნდა შურდეთ. თუ ძღებს შვილად გრძნობს საკუთარ თავს. თუ გაქვს სადღეგრძელო, რომელიც მარტო შენია და კაციშვილი არ ამბობს დედამიწის ზურგზე. ქართველებს გვაქვს ძალიან დიდი საიდუმლო. რეალისტი ხარ თუ შენს მიერ გამოგონილ სამყაროში ხშირად ცხოვრობ? ალავერდის ტაძარს ვაჩვენებდი და ფილმსაც ვაჩვენებდი მე ალავერდოს. ალამაზია რა. ცხოვრებაში თავი თუ მოაბეზრე ვინმეს. გული მირჩევნია სიყვარულით გავგმირო. რა ისწავლე მაშინ შვილის გამთავარი. ღმერთი დავინახე. შენი ენერგიის წყარო რა არის, რისგან იმუხტები ცხოვრებაში? სიყვარულში შთანთქმა ეგ ჩემი ის არის ჰობი ალბათ. ესეთი ტვირთი თუ გაქვს ცხოვრებაში, რაც მთელი ცხოვრება მოგიწევს, რომ ზიდო. არ ვიცი, რამდენად კანონიური ან საერთოდ კაი ბატონო ქართველები უყურებთ ამ ამბავს. კაი, ეგეთი ისტორია არის. აგერ ძმაო ბურთი და მოედანი და ცხოვრებამ რაში დაგჩაგრა ყველაზე მეტად. მიკროსკოპულ დონეზე რა, ანუ შიგნით ვინ ხარ? ადამიანი ადამიანობით ადამიანობს. მოდი გადააკეთე ეს ფრაზა და სიყვარული მუდამ მიარსებებს, ასე რომ და ზომბების ქვეყანაში აღმოჩნდა. რისი მეტად გარისკენ? ჩემი ლოცვა ვისწავლე. ადამიანი ჭირში იცნობა თუ ლხინში? ვულკანს რო გადააფარო რამე, ვულკანი ამოხეთ ქალს და წალეკავს ყველაფერს. ჩაგაჭერ ეგ შე როგორც და გულს ყველას მითხარი. ვიყიდე ავტობუსის ბილეთი და 4 დღე ნახევარი მთელი ამერიკა გადავყვეთე რა. არასდროს უნახავს ეს გადაცემა. ბოდიშკი ხდი და მინდა რომ ისევ ვიმეგობროთ. ცოტა დავიბენით, ზე? და დავიბენით. უეჭველი ქართველი ფილიპე აზნაური.